აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე სასწაულად მაგარ სპექტაკლზე ქალები. სადაც ცოლება გაგვიშვეს ჩვენ. კი, ცოლება დაუწერან ჩაწერამდე კი ვისაუბრეთ ამაზე, მართლა ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია, სადაც ყველა ხართ ბრწყინვალე. იმიტომ არ ვამბობთ მაგას, რომ აქა ვართ. რა თქმა უნდა. საერთოდ არ ქონა ის ბედნიერება, რომ ახლოს გვენახა ხალბატონიკა, ცალკე გვისაუბრია ჩვენ მაგაზე რა. კი, და არაერთხელ. არ გკითხავთ სპექტაკლის შესახებ. გკითხავთ ბულინგზე, რომელიც რაღაცა პერიოდში ამ სპექტაკლში შესრულებულ თქვენ როლს მოყვა. ხო რა, ვიცი რა იყო ეს რა. ჩემდა არ ვიცი, ვერ გეტყვი. რომელიც გაუაზრებელი იყო პირდაპირ. გაუაზრებელი იყო, თან ცუდად იყო გადაღებული. რაღაცა ქვემოდან იყო, ეხლა მე არ ვეთქვი რომ ტანწერწეტა გოგო ვარ და მეცეკვა, მაგრამ კიდე ამას რომ დაამახინჯებ კიდე და სხვანაირად სხვა რაკურსით გადაიღებ უშნოთ რომ გამოჩდეს სხეული და ნუ ეხა ხო გასაგებია ეხა დახედა ვიღაცამ არც უნახავს არც ის ეკა იცის არც ის სპექტაკლი იცის არაფერი და არ მოეწონა ვიღაცას მსუქანი ქალი რომ დადანდალებს ესე სცენაზე არ მოეწონათ და მესმის რომ დაწერეს მაგრამ აი ესეთი საერთოდ არა ვარ მომხრე მსგავსი რაღაცა კომენტარების რა, აი დაუნდობელი კომენტარების. არ შეიძლება ერთმანეთს გული ვატკინოთ ესე. არ შეიძლება ადამიანს ესე გული ატკინო. მე ჩემ თავზე არ ვიძახი ამას, მე ეს გადავხარშე, მაგრამ არ ჩერდებოდა ეგ იყო, რომ კაი ერთხელ ნახეთ ბატონო, გაზიარება ქონდა უამრავი, ათასობით გაზიარება ქონდა, კაცო. და ვიძახდი სხვა საქმე არაფერი არა აქვს ამ ხალხს, რომ რაღაცა გაიხედეთ რა ხდება ეხა ჩემი ცეკვა ის არა ქვია ქვეყნის თავარი პრობლემა არ გაჩერდნენ იმიტომ რომ არ მინდა საერთოდ ლაპარაკი ეხა დღესაც კი ვხედავთ რა ხდება ხო ერთი ეხა დღეს ჩემ ასისტენტს ვეუბნებოდი ნეტან შემდეგი ვინ იქნება რიგში დგას ერთი მერე მეორეს გალანძღავენ მერე მესამეს ჩადებენ რასაც ქვია მიწაში ხო და არ შეიძლება ესე არა რა ვიცი მე მაქვს ხოლმე, იმიტომ კი რომ რაღაც განსხვავებული ადამიანი ვარ, არა, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ვიღაცას გული არ ვატკინო. მე მირჩევნია მე მეტკინოს, ვიდრე ვინმეს გული ვატკინო და მე ის ღამე ვიფიქრო რომ ვაიმე რაღაცა ვერ ვთქვი ისე. ხანდახან არის ეხა ქალი ვარ, გურული ვარ და მეგრელის ნაჯვარი ვარ და ეხა რაღაცა ცოტა მაქვს რაღაცა გადახრები ენის მხრივ. ხო და რაღაცა გურულად შეიძლება ვთქვა და რაღაცა, მაგრამ იმდენად თავს ვიყავებ, რომ ვიღაცას ეს არ მოხდეს ცუდად. მე რამდენჯერ მქონე რომ ვაიმე ეს რაღაცა უტაქტოდ ვთქვი, ან გული ხო არ ვატკინე და ბოდიში მithქვამს თუ რაღაცა გაწყენი. როგორ შეიძლება ესე, მაგრამ ნუ ეთყობა დრო მოიტანა ეს ყველაფერი. მე ჩემ თავზე არ ვფიქრობდი მაშინ როცა ეს ტრიალებდა. მე ვფიქრობდი ჩემ შვილებზე, მე ვფიქრობდი ჩემ ბიჭებზე. რომ დედაზე რო ასე უწერენ განვიცადე რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ მე არ მყავს ეჭვიანი ქმარი მე ჩემი ქმარის გვერდში მიდგას ყველანაირად და ჩვენ ძალიან ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს ისიც გურულია და ჩემზე უკეთესი ხასიათი აქვს და მახსოვს ვიტყვი ამას შეიძლება რა თქმა უნდა რომ მოვედი, ნუ გავიდა ერთი დღე არაფერი არ ვთქვი, გავიდა მეორე დღე ტრიალებ, რო იტყვიან ხა ცუდად ვიტყვი, დამათრევენ ამ ვიდეოთი ყველგან. და სახში შემოვედი საღამოა და უკვე ძალიან გაბრაზებული ვარ რა. და თან არც არაფერს არ ვწერ და ყველას ვეუბნები არ დაწეროთ. ეხლა რა უნდა დავწერო, რა უნდა უთხრა. აი რომ თავი რაზე უნდა იმართლო რა უნდა ვიმართლო ეხლა, ხო? ხო და ჩემო მეღულემ გამიღო კარები და რა იყო და მითხარ ნერვები მაქვს მეთქი მოშლილი კაცო ესე ეს ვიდეო ხო კაცო მირეკავენო და მეუბნებიანო ეხლა ჩემი მეუღლე დიდი ტელეფონის ის არ არის ეხლა Facebook-ში შევიდეს და რა მირეკავენ და ისო ეკა არისო მეკითხებიანო რაღაცეებსო და მართალი რა ხდება ერთი მაჩვენეო მითხრა და მე გააბრაზებული აი მე ვთხარი მოდი დაჯექი აგერ და ეხლა ნუ ფიქრობ რომ გავხსნი ხა ამას და აუ დაიწყებს გინებას კაცებმა როგორც იცია ხო იცით და გავხსენი ეს და ვაჩვენებ და უყურებს და ეკა ხო გითხარი გახდით ხო პირველი და მე შევხედე და მართლა 20 კილო მაქვს მომატებული და
მე რა იყო? არა, რომ გამختარი ხა სხვანაირად მეუბნება რომ ის არ მოეწონა. თორე ის რას წერდა იმაზე აი ყველაზე დიდი მხარდაჭერა ხო იყო ახლა ეგ? კი, რა თქმა უნდა. და მე გავბრაზდრო როგორ არ გაბრაზდა და ხო გითხარი ეკა გახდით. ხო და ნუ ძალიან ისეთი მტკივნეული იყო რა თქმა უნდა, როგორ არ იყო. ვითომ ვიწყნარებდი თავს და რაღაცა, მაგრამ მაინც ბიჭებთან ძალიან ისეთი მორიდებული ვიყავი მაშინ რომ ესე მოხდა და ანუ რატო დავსვეს კითხვა რომ ახლა თქვენ ხართ შემდგარი პროფესიონალი მსახიობის დასრული ადამიანი და გაუძელეთ ამ ბულინგს. რამდენი თქვა ახალგაზრდა შეიძლება გახდეს ამ ბულინგის გამო გამხდარა არ ხო და საშინელი აი რატო ვიწყებთ, რატო ვქოლავთ ადამიანებს იმის გამო რომ კლავიატურაზე რაღაცას დაწერენ და თავისივე დაწერილი 5 წუთში აღარ ახსოვთ და ამ დაწერილის გამო ვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი ტრაგედია დაატრიალოს. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მე ისე გული მტკივა ხოლმე რაღაცას რომ ვკითხულობ. აი იმიტომ კი არა კიდევ ამბობ რომ რაღაცა განსხვავებული ბუნება მაქვს და არა რა ვიცი ეთყობა ესე გავიზარდე მე და არ ვიცი ეს წარმოუდგენელია ჩემთვის ადამიანს დაუწერო ფუფ რას გევხარ აბარასტი სხვაზე არაფერზე არა მაქვს მარტო მხოლოდ აი ეს ფუფ რას გევხარ რომ დაუწერო კაცო ნამდვილად არის წარმოუდგენელი რაღაც ესეთი რამე რა როგორ შეიძლება და რაღაცა ცოტა უნდა ვიყოთ ცოტა რა არ ვიცი შეიძლება ეს ახალი რაღაცა ხილია ეს გადარია სოციალურ მაქსიმუმში სასწაულია ნუ არ შეიძლება არ შეიძლება მე იცის არ იცის უნდა იმიტომ რომ ყველა თელი დღე ტელეფონი და ის ახლა ის დაემატა რომ ყველაფრის ექსპერტი გახდა იმიტომ რომ ChatGPT-ს ეკითხებიან აზრს ის რასაც დაუწერს გადმოაკოპირებენ და ყველა პოლიტიკოსი ხო ხორმოზის სრუტე ჩვენზე კარგად არავინ არ იცის ირანის კონფლიქტი ჩვენზე კარგად არავინ არ იცის აი წეღა რომ მოგიყევით ქალბატონო ეს ბებიის დღე რო აი შენს გაგურავ ეს ტალახში კიდევ კაიმე 2-3 დღე ვიყავი პროგრამაში ოღონდ მართლა მოვკვდი მე პატარა რაღაცაა შემიძლია ისეთი ვინერვიულო 2-3 ღამე არ მეძინა, იმიტომ რომ ამის გამო როგორ შეიძლება და ვიღაცა ესე ეგინებინა და დავეწყევლე, მაგრამ სახე და რატო ბებიას დღე თქვი იმის რა არ გიყვარს რომ რა რატო მითხარ